ბიჭურიც გამისკდა, გამარჯობა დათო. სალამი. გორიძე, ჯიმი, ნიკო, განკითხვის დღე. ხუთშაბათობით განუყრელი კომპანიონი თქვენი. ხუთშაბათი ჩვენი დღეა, თქვენი დღეა. კი. როგორ ახარ ჯიმი? არა მიშავს. ყველა პროგნოზი ამიხდა ნიკო. რაზე გქონდა პროგნოზები? ახლა ჩვენ რო დავშორდით მეორე თუ მესამე დღეს იყო არჩევნები და შეკრება და ანუ შენი პროგნოზი იყო რომ ქართული ოცნება გაიმარჯვებდა. ქართული კი, ქართული ოცნება გაიმარჯვებდა. ბევრისთვის ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ რაზე ვლაპარაკოთ დღეს როგორ გონია? შემიძლია ჩირი, ჩამიჩი, ყლაპი, წინაზე ვლაპარაკობთ რაღაცა ეგეთებზე და რამდენიმე კომენტარიც იყო რომ აი ყალხოა და გინდა ეს რაღაცა გავაკეთოთ პატარა შესავალს გავაკეთოთ. ჩირი, ჩამიჩი რა სეზონია, ნუ. სეზონი არის, მაგრამ ხო, კი. მოკლედ 4 ოქტომბრის შემდეგ მოაქამამდე უამრავი ანალიზი, შეფასება, ასე შემდეგ იწერება. ჩვენი საქმე ეგ არ არის, არც მაგის მანდატი გვაქვს, არც მაგის ხალისი გვაქვს, არც ცოდნა, რომ რაღაცა ჭკვიანური ანალიზი გავაკეთოთ, მაგრამ ერთი რამე ვიფიქრე, რომ ვიდრე ხალხი წერს იმას თუ რა მოხდა, რას ნიშნავდა ის რაც მოხდა. ალბათ ჩვენი მაყურებლისთვისაც და ჩვენთვისაც რომ დავალაგოთ ფაქტებად, უბრალოდ რა მოხდა, ანუ რა იყო და რა შეკითხვები გვაქვს. ვაფშე რა ხდება თუ რომელი მიმირო არის ისა? ხო, იმიტომ რომ თქვათ გასაგები ბევრისთვის, ვინც ესე ჩართული ბოლომდე მოვლენებში არ ყოფილა თუ რა მოვლენებს ქონდა ადგილი არ არის და ასევე წავიკითხე რა სხვების ანალიზი, არც იმ ხალხისთვის არის გასაგები, ვინც თავიდან ფეხებამდე აქ იყო ჩართული. ამიტომ ჩვენ ხა ესეთი გვიჭირავს რა, ეგეთები ვართ ორი ჟურნალისტი, რომელსაც ალბათ საშუალო არითმეტიკულ მოქალაქეზე ცოტა მეტი ინფორმაცია აქვს, უბრალოდ იმიტომ რომ ნიუზრუმში ვართ, ტრიალებთ, ასე შემდეგ. მეორე მხრივ არც მე და არც შენ ახლა 24 საათიანი ახალი ამბების ციკლში არა ვართ, შენ უფრო ხარ ხოლმე ხანდახან ახალი ამბების გამოშვებიდან ახალი ამბების გამოშვებაზე არ ხვდები ხოლმე ტელევიზორს იშვიათად უყურებ და ალბათ შეიძლება ღირებული იყოს ჩვენი მხრიდან დანახული რა ვიცით რა მოხდა და რასთან დაკავშირებით კიდევ კითხვები გვაქვს. არ არის ეგრე? ეგრე. ხო, არ ვიცი, ნიკო, მე ვფიქრობ ამ 4 ოქტომბრამდე ხო საზოგადოება განსაკუთრებულად ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება მივიდა ორად გაყოფილი, ხო? ორად არა, მოდი ასე ვთქვათ, სამად გაყოფილი. ერთი, ვინც აპირებდა არჩევნებში მისვლას, მეორე ვინც არ აპირებდა არჩევნებში მისვლას და 4 ოქტომბერი იყო ჩვეულებრივი დღე და რაღაც ჯგუფი საზოგადოების, ვინც 4 ოქტომბერს უკავშირებდა რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებებს, ხო, ესე იყო. ბატონო, შეიძლება რომ ეგრე ვთქვა. ასევე მე თან გავაკონტროლებ, რომ ერთი არავის არ უხარია კონტექსტიდან ამოჭრილი სიტყვების საკეთიქით ფრიალი, ამიტომ ვეცდები რომ ძალიან ჩასაფრებული ვიყო, რომ ნებისმიერ წინადადება ნებისმიერ კონტექსტში ფაქტობრივად ზუსტი იყოს და არავის მხრიდან არ იყოს გასაკრიტიკებელი, მით უმეტეს რომ როგორც შენ თქვი, ანუ შეიძლება სამად დაყო, მაგრამ ამასაც კიდე წყალქვეშა დინებები არის უამრავი ინფორმაცია, რომელიც ამ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ვრცელდებოდა, ვინც ზოგისთვის სრულიად ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ ბევრ ჯგუფში არიან და რაღაცა, არ ვიცი, WhatsApp-ის ჯგუფია თუ Facebook-ის Messenger-ი თუ რაღაცა სადაც როგორც მე გამოჩნდა რა სკრინშოტები ტრიალებდა რაღაცა ინფორმაციის გასვლა გამოსვლა ხდებოდა. ანუ ერთი ინფორმაციის წყარო ეგ იყო, რომელსაც ჩვენ რა მე არა ვარ არაფერ მსგავსი. არც მეორე იყო რომ თქვათ საინფორმაციო გამოშვებებში სტუმრად მისული პოლიტიკოსები რას ლაპარაკობდნენ და ჩემი ძირითადი ინფორმაციის წყარო ისევ ის იყო, ჩვენთანაც ახალ ამბავს დებდით და გარშემო რასაც იტყოდნენ ჩემი კოლეგები, იქიდან ვიცოდია. კი, ახლა ჩვენ მონიტორინგი არ გვიწარმოებია, მე პირადად მონიტორინგი, მაგრამ მე შტაბ-ბეჭდილება მრჩებოდა საღამოს საინფორმაციო გამოშვებების, შემაჯამებელი გამოშვებების ყურებისა და აი ჩემს ბაბლში რაც ხდებოდა, ხო? აი ეს სამი ის იყო, მოლოდინი, სამი ნაკადი იყო. ერთი არჩევნებთან დაკავშირებული, მეორე არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებული და მესამე არჩევნების ბოიკოტთან და პლუს კიდე რაღაცასთან. ეს რაღაცა რა იყო? მოდი ჯერ კიდევ კონტექსტი რომ მივიცეთ, ანუ ეს ერთი წელია თუ ცოტა ნაკლები, რამდენი ხანიც არის აქციები უწყვეტად რომ მიმდინარეობს, ნუ ბოლოში არის შედარებით ნაკლები ხალხი და ძირითადად დგას ერთ ჯგუფზე ადამიანების, რომლებიც ყოველდღე გამოხატავენ პროტესტს
რომლებსაც გაცხადებულები აქვთ, რომ მათი ბრძოლა არის აბსოლუტურად ყოველთვის მშვიდობიანი, ისინი შეიკრიბებიან ერთ ადგილას, მარშით მივლენ რუსთაველზე, გადაკეტავენ, იკიდგებიან რაღაც ხანი და ამ თვეების განმავლობაში მან გამოჩნდა კიდევ ურთიერთ დაპირისპირებების კერა. ან შეიძლება იმ ჯგუფს შორის არა ვინც იქ დგას, მაგრამ მან დარი წყალქვეშა დინებები ვახსენეთ და თქვათ იყო რომ მიხეილ სააკაშვილის ფოტო უნდა გამოჩნდეს თუ არა წინა პლანზე და თქვათ ვისაც უნდა რომ გამოჩნდეს იმას როგორ უნდა დაელაპარაკონ მარშის წევრები. ბევრის მხრიდან არის ის რომ მარშის დიდი ნაწილი გაცხადებული მემარცხენე პოზიციით გამოირჩევა და თავისი მოძრაობა პარტია არ ვიცი ზუსტად ოფიციალური სახე რა აქვს, მაგრამ ნუ რაღაცა ხო. და ზოგს ესეც არ ეპიტნავება, იმიტომ რომ მათთვის მემარცხენეები კიდე რაღაცა იმასთან ასოცირდება ხოლმე, რაც მათი ხედვა არ არის, მაგრამ როგორც წესი, როცა რაღაცა ამობუშტუკდებოდა მსგავსი რაღაცა, იქვე თქოდნენ რომ ქართველები არა ვართ, ერთმანეთი არ შევჭამოთ, მაგრამ მაგის მიღმა იყო, თქვათ, აი ამ პროტესტის მიმართ უკმაყოფილება, რომელიც ხანდახან ხმამაღლა გამოიხატებოდა, ხანდახან ისე რა, როცა ამბობდნენ რომ ეს მშვიდობიანი პროტესტი საკმარისი არ არის და რაღაცა მეტი არის საჭირო. რაღაცა მეტი არის საჭირო, როგორც შენ თქვი, იყო ალბათ ეს 4 ოქტომბრის შეკრება, რომლის დროსაც რამდენჯერმე გაცხადდა, რამდენჯერმე არა, ბევრჯერ, რომ ეს უნდა ყოფილიყო ერთ ის რაღაც ახლებური ბრძოლის მეთოდი და მეორე ეს იქნებოდა მშვიდობიანი დამხობა, რომელიც ბევრჯერ ახსენეს. კი და რომელზეც ბევრმა იძახა ოქსიმორონი. ხელისუფლებაც ამბობდა, რომ მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს ეგეთი რაღაცა ქართულ ენაშიო. რო თქვა რომ მე განსაკუთრებით სხვა აზრზე ვარ, მაინც არ მისმის რა არის მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ ნუ ამბობდნენ რომ რაღაცნაირად, ანუ ორი რაღაცა იქნება, რომ ერთი შეიცვლება ხელისუფლება და ემხობა და მეორე ეს მოხდება მშვიდობიანად. ხალხი შეიკრიბება, ხელისუფლება შეიცვლება, შუაში რა მოხდებოდა? ანუ გეგმა რა იყო, რასაც ითხოვდნენ. მე გაცხადებულად არ მინახავს არსად არ ყოფილა. მაგრამ იყო რომ აი მოკლედ შევიკრიბებით ხალხი და მე იყო მოდი ასე ვიტყვი სადღეგრძელოები რომ რა უნდა ვაკეთოთ, გეგმა რა არის, გეგმა ის არის რომ არ უნდა შევდრიკეთ, არ უნდა დავიხოთ უკან, არ უნდა დავიღალოთ. გასაგებია, მაგრამ რა გავაკეთო, რა კითხები, რა უნდა გააკეთო და უნდა შეინარჩუნოს სიმხნევე. ბიჭო რა ვქნა მითხარი, რას შვებით. იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ვინც იქ მივიდა ის არის ხოლმე წარმოჩენილი ხელისუფლების მხრიდან რომ ყველა აქციაზე მისული იყო რევოლუციის მოსაწყობად. ეგრე რასაკვირველი არ ყოფილა. ხო, რეალურად მოვლენები განვითარდა ესე რომ ხალხმა შეკრება დაიწყო ალბათ 4-მდე ცოტა ადრე. ჩვენ ახლა სამსახურში ესე ქონდა გადანაწილებული რომ არ ვიცით რა მოხდება, როგორ იქნება ვიღაცები. მე უფრო ვფიქრობდი რომ თუ გვიანობამდე გადაიჭიმა მოვლენები ან რაღაც შეცვლაზე შემოვა რაღაცა იქნება. და სამსახურში რო წამოვედი დღის მეორე ნახევარში, იმიტომ რომ ღამის ცვლაში ვიყავი, ჯერ კიდევ უამრავი ხალხი მიდიოდა აქციაზე, რომელიც მსავსე იყო რუსთაველი. აქ რომ მოვედი, ამ დროს დაიწყო, არ ვიცი რა ქვია, რაც დაიწყო იმას, მაგრამ ათონელზე პრეზიდენტის სასახლესთან შეჭრის მცდელობა ერქვა, ყოველ შემთხვევაში ვიღაცები შესვლას ცდილობდნენ და გადავიდნენ კიდევაც, ჯებირის ნაწილი მოირღვა, შიგნიდან გამოჩნდნენ პოლიციელები და ქონდა ადგილი ძიძგილაობას, მაგრამ რა ვიცი, რასაც ლაივში უყურებდი, ესე პოლიციელების გადაჯერგვის და შესვლის მცდელობა არ ყოფილა. ხო, ათონელზე გადასვლამდე ხო იყო რაღაც გამოსვლები ლიდერების, ხო, ბატა ბურჭულაძემ რაღაცის კომიტეტის სახელით ვიღაცის დაპატიმრების რაღაც 5-6 კაციანი სია წაიკითხა, ვინ უნდა დაეპატიმრებინათ? ხო? კი, ხო. კი. ვინ უნდა დაეპატიმრებინათ? კობახიძე, დინარაძე, ივანიშვილი, წულუკიანი, პაპუაშვილი, ვისი სახელი, ხალხის სახელი. ხო, ხალხის სახელი. ხო და მე ისა გადავინაცვლოთ ათონელზე, იქ ათონელზე ხო, ნუ იქ აი როგორ დაიწყო ეს თვითონ ამ ეს ღობე ხო, არ არის ჩვეულებრივი ღობე, რკინის დიდი მესერი არის ხო? რაღაცნაირად ძალიან იოლად მოაძრეს ვერც მიხვდები იქ კონდათ ესე იგი მცდელობისა, შესვლის მცდელობის, ანუ შენობის შტურმით აღების, ასე ვთქვათ, ამის მცდელობა იყო თუ არა, იმიტომ რომ თავიდან პოლიციელების რაოდენობა იყო ცოტა. მერე გამოჩნდნენ, ბევრი შიგნიდან გამოვიდნენ, თურმე შიგნი ყოფილან, მაგრამ ხო, აი ესეც ცალსახად ვერ იტყვი იქ რომ მივიდნენ, ეს ფაქტია, ღობე მოარღვიეს და რაღაცა კარს ეჯაჯგურებოდნენ ამ ალაყაფის კარს, მაგრამ აი ესეთი, იმიტომ რომ
ჩანდა გასაგებია რომ იქიდან ასხურებდნენ იმას ცხრემსადენ გაზს და რაღაცებს, მაგრამ ესეთი შთამბეჭდავი რაოდენობა პოლიციელების, სპეცრაზმელების არ იყო, ხალხი ბევრი იყო, მაგრამ ეს დისტანციას ინარჩუნებდნენ. ეს რო დაიწყო პარალელურად მე Facebook-ზეც კომენტარებს ვკითხულობდი და ისაც მე გარეთ ვიყავი გასული, ალბათ 100% მოსაზრების რაც შემომხვდა მასთან დაკავშირებით რაც წავიკითხე იყო რომ ესენი ლაშობიან სრულიად გავგებარიან. ამას რო ვამბობ პრეზიდენტის სასახლისთან. გეგმა ცხადი არც მაშინ თქმულა. რას ვაკეთებ? ანუ და მათ შორის ის ხალხი ვინც უფრო მინახავს ახლა Facebook-ზე რადიკალური პოზიციით გამოირჩევიან ხოლმე, ისინიც კითხულობდნენ რომ აქ რა თუნდათ ეს რა არის? ხო, გეგმა არ ყოფილა და რა არის იცი? ესენი ამბობდნენ რომ რა არის და აი ყაველაშვილი გაიქცა იქიდან, რომელიც ყველას იყო რომ მე რას მიაღწია ამით. ხო, აი ეს გეგმა იმ დღესაც რო არ გამოჩნდა, იყო ძალიან ნიშანდობლივი, იმიტომ რომ მანამდე სულ ყველა კითხულობდა რომ რა გეგმა, რაზეც ესეთი მრავალნიშნულოვანი ღიმილით და იმით რომ ანუ ჩვენ ვიცით რა იქნება, როგორ იქნება. და ასე ბოდიში რომ იმას შვები, ალბათ არ იქნება არასწორი რომ თქვა და ფაქტობრივად სწორი იქნება რომ ამ ხნის განმავლობაში რიტორიკა იყო ესეთი რომ მიუხედავად რომ შვიდობიან დამხობას ამბობდნენ, იგულისხმებოდა რომ რაღაცა ეს უბრალოდ თქვა აქცია ჩატარდება და დავიშლებით არ იქნება. ამავე დროს ახლა მე რაც ვნახე პირდაპირ ძალადობისკენ მოწოდება არ მინახავს, მაგრამ იგივე მშვიდობიანი დამხობა და რაღაცა განცხადებები იყო, რომლებიც თუ ჩაუსაფრდებიან რაღაცა ესე მოგინდება, შეიძლება ინტერპრეტირებული იქნას როგორც არა მთლად ბოლომდე მშვიდობიანი აქციის ჩატარებისკენ მოწოდება, რა. ერთი ექსტაბეჭდილება დაგრჩებოდა რომ მაგას გულისხმობდა, მეორე კიდე რომ თვითონ სისტემა დაიწყებდა რღვევას და გადმოსვლას აკეთო. მოკლედ ის ამბავი რომ მოვამთავროთ, ანუ მოკლედ ცოტა ხანი იყო ძიძგილაობა აქა ამასობაში ბოლომად ხალხი იდგა რუსთაველზე, რომელმაც რო ნახეს რომ ქვევით ეს ამბავი ხდებოდა, აქციამ დაშლა დაიწყო, იმიტომ რომ რა ვიცი რატო მოვიდა ადამიანი, რატო წავიდა ჩემი საქმე არ არის, არ ვიცი, მაგრამ აშკარად ათასობით ადამიანისთვის ეგ რაც ხდებოდა არ იყო. ხო, მოკლედ ფილმებში რო გვინახავს აი იქ ზამთრის სასახლეს რო იხულებენ და მიაწყდებიან და ზოგი ალაყაფის კარიდან გადადის, ზოგი ღობეზე ძურება, ზოგი ქვემოდან ძურება, ზოგი თხრის, ზოგი ანგრევს, ესეთი ის მთელი ეს მასა რაც შეკრებილი იყო რუსთაველზე არ წასულა პრეზიდენტის სასახლისკენ. არა, არ ყოფილა ეს ამბავი. ანუ ერთ წინასწარ არც იყო მაგაზე ლაპარაკი და მეორე მე მგონია რომ კიდევ ერთხელ რაც მე გამოხმაურება ვნახე მაგაზე ყველას იყო რომ რა გვინდა პრეზიდენტის სასახლესთან, რატო? რაც ბოლომდე პასუხი არ გაცემულ ამასთან დაკავშირებით და საღამოს უკვე აი ყველაფერი ბოლოსკენ იყო წასული, შემდეგ ამ აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ რომ აბა ერთ დღეში ხო არ მორჩებოდა ყველაფერი, ხვალ და ზეგ, ეს არის რევოლუციის დასაწყისი ამბობდნენ. 4-ში ვიწყებთ, 4-ში რჩება იგი. შემდეგ არ ვიცი რომელი საათი იყო, მაგრამ საღამო იყო უკვე სიტყვით გამოსვლისას ტელევიზორში უყურებდი. აქ ვიყავე მურთაზოდელავ რაც ხალხს მიმართავდა და გვერდზე ჩანდა პაატა ბურჭულაძე უბნებოდა რომ უთხარი რომ 15 წუთში იქნება გეგმაო, რაზეც გარშემო ვინც იყო ამოიხუნე შასუ ყველამ რომ მორჩა დღე უკვე და გეგმა რა იყო მე მგონი შემიძლია რომ ხელისუფლების ვერსია წარმოვაჩინო, ანუ ისინი რას ამბობენ რომ გეგმა რა იყო, იმიტომ რომ დღის ბოლოს დაიდო თითქოს და ფარული ჩანაწერი ბაჩო ახალაიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის, რომელიც აბსოლუტურად თავიდანვე რომ მოусმენდი, იმდენად დალაგებულად იყო ყველაფერი გადმოცემული. ხმაც არ გავს ხო ახლა ის ბოლომდე ხმაც არ გავდა და ისეთი იყო რომ აი დილას ბავშვების ჭამით ვისველებ პირს და რაღაცა მოკლედ დიპფეიკების ეპოქაში თავიდანვე რაღაცა არ იმას გიზამდა. არ იფიქრებდი რომ მართალი ხო არ არისო, შემდეგ სხვადასხვა მითების დეტექტორმაც და სხვებმაც გაატარეს და თქვეს რომ ეს ხელოვნური ინტელექტის გენერირებულიაო. და თავიც არავის არ მოუკლავს მაგისი ავთენტიკურობის დამტკიცებით. ხო, რისთვისაც ჭირდებოდათ? მაგრამ რასაც იქ ალაპარაკებენ, მოდი ასე ვთქვათ, არის წყობრი გეგმა, რომელსაც გვეუბნება, რომ აი ხელისუფლება რაც გვეუბნება, რომ რა გეგმა იყო მათი მხრიდან. რომ ხალხი შეიკრიბება, სადღაცა შეჭრას ეცდებიან, არა აქვს მნიშვნელობა ადგილს, ანუ პრეზიდენტის სასახლე ახლოს არის იქვე, როგორც თუ არ ვცდები კობახიძემ თქვა რომ მანამდე საკრებულო ქონდა შერჩეულიო და მე შეცვალესო და ეგ ვიცითო, შემდეგ დაელოდებიან რომ რამე სახის სისხლი დაიღვაროს, არა აქვს მნიშვნელობა როგორც იმ ჩანაწერში ათქმევინებენ, ეს იქნება პოლიციელის თუ დემონსტრანტის, მე გახდება მოვლენები უმართავი და მე რა მოხდება არ ვიცით, მაგრამ მოკლედ ეს არის გეგმა რომ ეს მოხდეს. ეხა გჯერა არ გჯერა რაღაცა ისა ლოგიკურად შეიძლება ამას არის ამბოხის რევოლუციის კლასიკური ფორმულა. რომ ხო აი ესია ხო საზოგადოება არ ახდენს იმას რევოლუციას, რევოლუციას ახდენს ბრბოს,
საზოგადოება რომ ბრბოთ, გავეშებულ ბრბოთ იქცეს, ამისთვის საჭირო არის აფექტი. რაღაც ისეთი უნდა მოხდეს. ხელისუფლებამ ჩაიდუნოს ან მოხდეს პროვოცირება. ხელისუფლების ვერსია არის ეს. პრობლემა ის არის, რომ სხვა ვერსია, ანუ ისე მაინც რომ არა, ეგრე არ იყო, რაღაცა სხვა გეგმა იყო და აი ეს გეგმა იყო. თლათ მე მწყობრად არ მომისმენია. განსაკუთრებით ორგანიზატორებისგან, რომლებიც ცოტა არ იყოს, ანუ ვიდრე დააპატიმრებდნენ ჩემი აზრით ნართაული თუ გაუგებრად ლაპარაკობდნენ რაღაცა სახის ღალატზე, რომ ვიღაცებს არ უნდა ვენდოთ, ვინც რესურსებიანი ხალხია, ვიზია ლაპარაკი, მე მგონი სწორედაც რომ დრო იყო, რომ ერთი თქვა, ან მეორე, კაი, თქვა, ეს არ იყო ჩანაფიქრი, რაც ხელისუფლების ვერსია აბარა იყო. ანუ რაღაც სხვა რაღაცა მაინც რომ აი ამას ვაპირებდით. მეორე სხვა ვერსიასავით, რომელიც ასე Facebook-ის კომენტარებიდან მოვკრიბე, რომ რა შეიძლება ყოფილიყო, იყო ის, რომ ანუ ეს იყო ხალხის კომენტარები, რომლებიც მათ თანაუგრძნობენ, მაგრამ არ მოეწონათ ის, რაც მოხდა და ისინი ამბობდნენ, რომ ისინი გააცურეს დაპირებით, რომ რაღაცა ზღვარი იყო და ანუ პოლიცია მათ ხარეს გადმოვიდოდნენ, სადღაც მივიდოდნენ, მათ ძალოვანები შეუერთდებოდნენ და ეს იქნებოდა მშვიდობიანი დამხობა, რომელიც არ ვიცი ვინ რა დაიჯერა და როგორ, მაგრამ არაფერი სოციოლოგიური კვლევა და რაღაცა არ ჭირდება იმის დანახვას, რომ ეგ არ იყო მოცემულობა მანამდე, ანუ შიშველი თვალით, ხელით არანაირად. ანუ ვის რატომ უნდა დაეჯერებინა, რომ მსგავსი რაღაცა მოხდებოდა. რა თუ რაღაცაში და ის არა გაქვს ცოდნა, რომელიც იცი რა არის? ის რომ არ თქვეს იმ დღეს რა გეგმა ქონდათ და ახლაც არ ამბობენ ან სასამართლო პროცესებზე ან ну წარმოუდგენელი ამბავი არის რაღაცით ხო უნდა იმართლონ თავი ვის წინაშეც პასუხისმგებლები არიან ადამიანები ვინც იქ მივიდნენ ვინც მერე დაიჭირეთ ყოველდღე იჭერენ ხალხთან დღეს კიდე დაიჭირეთ სულ ცოტა მე არ ვამბობ რომ სიტყვაზე ვიღაც არ ვიცი ახლა რაღაც შეიძლება რაღაც ტიპის ინფორმაცია აქვს რომლის გამჟღავნება თავიანთი იმაში თავიანთი გადმოსახედიდან არ შეიძლება მაგრამ თვითონ ეს სქემა რას აპირებდნენ ხო რას აპირებდნენ იმ დღეს და რა არ მოხდა ისე და ვის გამო არ მოხდა ამის თქმას რა უდგას წინ ვერ ხვდები მე აი რატო უნდა შეიკავო თავი თუნდაც იმ ღალატზე რო ლაპარაკობენ რა აზრი აქვს ახლა ამაზე ანუ რაღაცას ამბობენ და მე ბოლომდე არ ვარ მე ვცდილობ რომ რაღაცნაირად კიდევ ერთხელ იმაში არ გადავიდეთ მანდაც არ გავხდეთ და ანალიზში ადამიანურად საინტერესოა მე მგონი აქამდე რასაც ყვებით არის რომ აი ეს მოხდა ეს არ ვიცით მე ეს მოხდა ამის უკან რა ვიცი ყველაზე უცნაური რა არის ნიკო იცი აი ამ გეგმასთან დაკავშირებით აი ხო აუყურებთ ამ იმას დღის შემაჯამებელ საინფორმაციოებს მერე ტოქ-შოუებს იქ ვინც მოდიოდნენ ვინც ამ პროტესტს თანაუგრძნობდა ვინც მათ შორის ამ 4 ოქტომბრის აქციას აი ესეთი მშვიდობიანი დამხობის ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობის აქციას ემხრობოდა უთანაგრძნობდა და მოკლედ ჩართული იყო მე რომ მეგონა ადამიანები ვინც აი გულის გულში იდგნენ ისინიც კი მეორე დღეს მესამე დღეს იგივე ტელევიზიებში რომ მიდიან და ამ 4 ოქტომბრის შესახებ ლაპარაკობენ ისინიც დაბნეული ჩემსავით კითხულობენ და რაღაც კითხვებს სვამენ და მე ვფიქრობ მე შენ მეგონე რომ შენ მარწმუნებდი სიტყვაზე რომ ეს შესაძლებელია და თურმე ესეც ესეა ხო ხო და ძალიან უცნაური არის აი 4-5 ადამიანმა რაღაცა იცოდა ან ერთმანეთს აჯერებდნენ არ უკვე აღარც ის მჯერა რომ ეს ამ 4-5 ადამიანმა ყველა მიცოდა რის გაკეთებას აპირებდნენ ხო მე რაღაცას ხო ფიქრობდნენ თქვა 2 ოქტომბერია ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარ და ზივარ და რას ვაკეთებ ამ დროს რომ რაც ჭამდა არ რამე ის არა მაქვს აჯენდა დღის წესრიგი არა მაქვს თავიდან ამ კითხვებს სვამდნენ ბუნებრივია 4 ოქტომბრამდე მაგრამ ამ 4 ოქტომბრის ორგანიზატორების უმეტესობა ესეთი მრავალნიშნულოვანი ღიმილით და აი ნახავთ და ყველაფერი გაწერილია ყველაფერი კარგად იქნება თან ეს ნუ თავდაჯერებულად აი მანტრასავით 4-ში ვიწყებთ 4-ში ვამთავრებთ და ნუ ახლა ბევრ ადამიანზე ამან იმოქმედა საზოგადოებაში არის ეს მუხტი ბუნებრივია აი თვითონ ამ აქციის მასშტაბურობამაც აჩვენა ხო იქ ყველა არ იყო ბუნებრივია სული იქ რაღაც იმისთვის რომ 4-ში დავიწყებთ 4-ში დავამთავრებთ მაგრამ ნუ რაღაც მეც ესეთი შთაბეჭდილება დამჩერო აი ეს ამ რაოდენობის ადამიანი მივიდა რაღაცნაირად ფიქრობდნენ მიუხედავად იმისა რომ არ მოусმენიათ გეგმა ნუ
ხო რაღაც რწმენის დონეზე, აი იმაში რო არის ის ელდარ შენგელიანის ფილმებში, აი რომ გაფრინდნენ. ხო, აი რაღაცა იციან და იქნებ გამოუვიდეთ. კი, დაუჯერებელია. ბოლომდე მე მგონია რომ გეკითხა, ანუ ხა ის რო არ გამოვიდეს, რომ იმ ნარატივს იმეორებ, რომ ყველა მივიდა იმისთვის, რომ შვიდობიანად დაემხოთ ან რა. რავი, დიდი აქცია იყო და გამოვიდნენ. კაიხანია დიდი აქცია არ ყოფილა და ბევრი ადამიანისთვის იყო, რომ აი რაღაცა კიდევ ერთხელ დავფიქსირდეთ, რომ აქ ავარ და რაღაც უკმაყოფილებას გამოვთქვამთ. ზოგისთვის იყო გზად რომ მოვდიოდი, ახლა რამდენიმე ადამიანი ვნახე, რომლებიც ჩიოდნენ, რომ თქვა ქუთაისიდან ჩამოვედი და თავიდან იყო ლაპარაკი რაღაცა იმაზე, რომ ავტობუსებით ხალხი უნდა ჩამოსულიყო და ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ ახლა ხისი ხარჯით კი არ გვინდა ჩამოსვლა, ისე ჩვენი ჩამოვედით. მაგრამ რაღაც ავტობუსი მაინც ყოფილიყო, სადაც ყველანი ერთად დავდებდით იმ ბილეთის პულს და ჩამოვიდოდითო. ორგანიზების კუთხით რომ რაღაცა ორგანიზებული იყო, მე მგონია რომ ბევრმა გამოთქმა უკმაყოფილება მაგასთან დაკავშირებით, რომ ერთი ვინ სად მიდის, მეორე ვინ სად უნდა იყოს და მესამე რისთვის. იმიტომ რომ ბოლო მომენტამდე და დღემდე გავიდა უკვე რისთვის რასაც შენამოფა. ხო, არა. იცი რა არის, ხო აი ხავსივით ეჭიდები ვიღაც ტიპებს, ვინც გონია რომ აი ამ საორგანიზაციო ჯგუფთან ახლოს იყო. ხო, აი რომ იქნებ რამე ისეთი თქვას, რომ მეტი სინათლე შემოიტანოს ამ ბუნდოვანებაში. აი TV პირველზე ყავდათ გუშინწინ პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე და მთელი იმით გულისყურით უსმენდი, რომ იქნებ რამე ისეთი თქვას, რომ აი ამ გეგმებთან დაკავშირებით 4 ოქტომბერს რა უნდა მომხდარიყო, რას ეყრდნობოდა მათი თავდაჯერება ამ საორგანიზაციო ჯგუფის, რომ აი რაღაც ისეთი ან სტრიქონებს შორის, ან იქნებ ეთქვა. როგორც მე მაქვს კითხვები, ისე მას აქვს კითხვები, რომ ესე რო ვეკითხებოდითო, არაფერს ამაზე არ ამბობდა, ესე. ხო, რომ გითხრა ნიკო, რომ ეს მე უცნაურად არ მეჩვენებოდაო, არ დამიჯერებ. მე სულ ფიქრობდი და სულ კრიტიკული დამოკიდებულება მქონდა, რომ რაღაც არ გამოვა ამ საქმიდან. აი ეს რასაც აკეთებენ, რასაც ამბობენ, რა ინფორმაციასაც აწვდიან საზოგადოებას, იმაზე დაყრდნობით, ხო, ის შედეგი, რასაც ისინი პირდებოდნენ, არანაირად არ გამოვიდა. ეგ აშენეთ, თქო, ხელისუფლებას სვამდა შეკითხვებს, რომ აი თქვენ ამბობთ, რომ აქ შევიკრიბებით, მერე დამხობა მოხდება მშვიდობიანი, შუაში რას შვებით, ანუ ხო, რამეს ცუცხო არ გეგმავთ მან და პასუხი ამაზე არ იყო არაფერი, რომ არც ხო, ისავართ საერთოდ რა მოხდა, რა იყო. იცი რა არის პროცესი, არც უყურე საერთოდ პროცესი ისე დამთავრდა, რომ არც დაწყებულა, აი რო ილაპარაკო რაღაც გეგმაზე, იმის საფუძველიც არ აქვს. აი რაღაცას რო დაეყრდნო, იმიტომ რომ რაღაც მოვლენას დასაწყისი, გაგრძელება და დასასრული ესე არ ქონია. აი ვერც ერთ მომენტში ვერ იპოვის, აი რა დროს რა მოხდა. იქ რომ ათონელი სასახლესთან რო იყვნენ ჩასული და რაღაც იძგილაობა მიდიოდა, მერე ორგანიზატორებმა უცბად მოუწოდეს, რომ წავიდეთ იქ ივანიშვილის, რა ქვია, იმ სასახლესთან თუ სახლი როა ბიზნეს ცენტრთან, რაღაც ესეთი იყო. ხო, ესეთი მოწოდებები. ანუ მოწოდებები იყო, ეგ მახსოვს, იმიტომ რომ აქ ვიყავი ოფისში და ჩემი კოლეგები და მეგობრები, რომლებიც ახალ ამბებს წერდნენ, იყვნენ აღშფოთებულები, იმიტომ რომ მოწოდებასა და ვიდრე ტექსტი აკრეფილი ექნებოდა, თან სწრაფად წერენ, უცებ აღმოჩნდება, რომ ის რაც მოუწოდეს 10 წუთის წინ, ის არამარტო არ ხდება, არამედ სხვა რაღაცა ხდება უკვე. არიან ნიკო რესპონდენტები, ხო. წინადებას რო არ ამთავრებენ და აბამენ ახალ ეს ერთ-ერთი იუმორისტულ შოუს პერსონაჟიც ყავს ეგეთი, რომ იწყებს რაღაცას და რო ფიქრობ, რომ ახლა აქ წინადადებას დაამთავრებს და რაღაც დასკვნას გავაკეთებ, უცბად გადადის სხვა აზრზე, სხვა წინადადებას. არა, ეს კი არის, ხო, არამედ რომ ამბობდნენ, რომ თქვა სიტყვაზე ჩვენ აქ ვჩვევით თავისუფლების მოედანზე, ეს იქნება, ეს არის, ახლა აქ ვიქნებით და 10 წუთის მერე თვითონ ის ვინც ამას ამბობდა, არის სხვაგან. ტერიტორიულად და ჟურნალისტებიან ესე რომ როდინდელი იყო, როდის ითხოვდა იმას და ანუ 15 წუთის წინ, მაგრამ თვითონვე გადაწყვიტა, რომ სხვა იქნება. ბოლოს მახსოვს, რომ თქვი უკვე. ხო, იცი რა არის, მე ესეთი შტაბეჭილებაც დამრჩა, რომ ვინც, ასე იგი, პარტიების ნაწილი, რომელიც ბოიკოტს უცხადებდა არჩევნებს, იმის გამო, რომ შტამბეჭდავი ყოფილიყო ეს ბოიკოტი, ჩათვალეს, რომ საჭირო იყო რაღაც პროცესის გაცოცხლება. აი ეს ამ იდეასაც კი მოვებღაუჭე. აი რას ვამბობ, ესე იგი, პარტიების ნაწილი, რომელიც ბოიკოტს უცხადებდა არჩევნებს,
ამ პარტიების ნაწილმა ჩათვალა, რომ იმის გამო, რომ ეს ბოიკოტი შთამბეჭდავი ყოფილიყო, ძალიან ცოტა ხალხი მისულიყო, გააცოცხლეს რაღაც პარალელური პროცესი. აი ამ 4 ოქტომბერს დაანონსებული მშვიდობიანი დამხობის. მაგრამ მე რაღაც როლში შევიდნენ და გადაამლაშეს. ეგ არ ვიცი, ანუ ეს არის ჩემი ვარაუდი. ხო, ეს უფრო ლოგიკურია მე მგონი. ანუ აი მაგაზე არც ისე ვიტყვი, არც ეს 4 ოქტომბერს რატომ იება? ამაში არ არის. არ ვიცით, ანუ 4 ოქტომბერს რატომ იება? ისიც იყო, რომ ზოგიერთი პარტია, რომელიც ყოველთვის პარტიის წარმომადგენლები გვიხსნიდნენ Facebook-ით, რომ ბოიკოტში რო ვართ, უსაქმურობას კი არ ნიშნავს, ანუ პირიქით ბოიკოტი ნიშნავს იმას, რომ ამის პარალელურად უფრო მეც მუშაობთ, ვიდრე თქვა წინა საარჩევნო პროცესში მუშაობდით. ამას გავაკეთებთ, ესე ვიზამთ, რომელიც ახლა სათითაოდ არ დამითვლია, ვინსაც წავიდა და რა გააკეთა, მაგრამ არ რჩებოდა შეუიარაღებელ თვალს შთაბეჭდილება, რომ განსაკუთრებული ფუთფუთი არის, ძირითადად იყო ლოდინი ამ რაღაცა ერთი თარიღისადმი, რომლიდანაც რეალურად ვის რა მოლოდინი ქონდა, ეგეც არ ვიცოდით, იმიტომ რომ ხო აქ დაგეგმვის დროს რომ ვინ რა როდის უნდა ავაკეთოთ, არის რომ აი რაღაც დაახლოებით მოვიფიქრებთ, რომ შენ აქ იდგები, შენ აქ წახვალ და თუ რა მოხდა ჩართავ, მაგრამ დანარჩენი გზაში გამოჩდება, იმიტომ რომ ესეთი ხო, ეგ ნაპოლეონს და კიდე დიდ მხედართმთავრებს მიაწერენ ამ იმას იდეას, რომ ესე იგი მთავარია ბრძოლაში ჩაბმა და მერე გამოჩდება, ხო. ხო და ის ნაპოლეონი უნდა იყო და სუვოროვი და რაღაც ეგეთი და ხო, მე აქ უყურე ნიკო ესეთი რაღაცა მაქვს ახლა ამის გამოცნობასაც ვცდილობ, ხო? არ ქონდათ გეგმა ალბათ, ან შეიძლება ქონდათ, მაგრამ რას ეყრდნობოდა? ვიღაც ტიპები უნდა ჩართულიყვნენ აქეთა მხრიდან, თავიანთი მხრიდან, თუ იქითა მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან. აი, ღალატს რო უძახი, ახლა თუ ვიღაცა ხელისუფლების მხრიდან გპირდება, მე შემხარის გადმოვალო და არ გადმოვა. ახლა ეს ღალატი კი არ არის, ეს სხვა რამე ქვია და ეს შენ თავს უნდა დააბრალო, ხო? ეს ღალატზე რატო გატეხე? ეგ რეკვიზიტი რატო გატეხე? იმიტომ რომ ჩვენ ახლა კადრში ვერ ვიყურებთ და არ ვიცით. კიდე შეიძლება რომ ერთი არადაკავშირებული რაღაცა თქვა, იმიტომ რომ უფრო ხშირად ხდება ხოლმე ესეთი მოწოდებები, რომ თბილისიდან რეგიონებში უნდა წავიდეს ხალხი, რომ უკეთესად აუხსნან იქ რა ხდება და ბევრი წელია უკვე მაგაზე არის ლაპარაკი, თან რომ აუხსნა ის რა არის, მე მგონია რომ ხანდახან შეიძლება რომ თბილისიდან წავიდნენ რეგიონებში ხალხი და ცოტა ხანი შუმათ იყვნენ და დაუგდონ ყური იქ. რა მოусმინო. იმიტომ რომ დამოკიდებულებაც ეგ არის რომ კი ანუ ჩვენ ზევიდან ქვევით კი არ გიყურებთ და რაღაცა, მაგრამ აი ჩამოვალთ და დაგელაპარაკებით თქვენ ენაზე და ხანდახან ისინი ალაპარაკე და იქნება მე რაღაცა ის იყოს. ხო, მაგაში გეთანხმები, მაგრამ იცი რა არის კლასიკურ პარტიას, ხო, არ უნდა ჭირდებოდეს არსად ჩასვლა, იქ უნდა ყავდეს თავისი ორგანოები, ფილიალები. ხო, ამას ახლა ბუნებრივია რომ თვითონ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პარტიული ცხოვრება იყოს დისკრედიტებული და ისა დაკნინებული და არ ქონდეთ პარტიებს ამის საშუალება, ხო? აქ ხედავთ რომ ერთ პარტიას უფრო მეტი ფინანსები აქვს, 10 ჯერ და 100 ჯერ მეტი ფინანსები აქვს და ხარჯავს არჩევნების დროს, ვიდრე ყველა დანარჩენი ერთად აღებული, ხო? ეს არ არის არაფრის მეტაფორა, უბრალოდ კაკალი იყო და გავტეხე. არ ვიცი, შენ მე ამინდა. ხო და ნუ მოკლედ არ ვიცი, ესეთი უცნაური დღე იყო 4 ოქტომბერი. ბევრი უცნაური დღე ახსოვს საქართველოს უახლეს ისტორიას და აი უცნაურ დღეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო უცნაური. ახლა ვიღაცა შეიძლება თქვას, რომ აი ესეთი აზრიც მომისმენია, რომ დრო გავა და აი ამ იმას განწირული სულისკვეთება სხვა ელფერი მიეცემა დროთა განმავლობაში და ვიღაცამ აი იმას 9 აპრილსაც შეადარა, რომ აი 9 აპრილსაც დამარცხდა ისა გასული ხალხი, საზოგადოება და მე ეს არ ვიცი აი ამ 4 ოქტომბერს აქვს თუ არა მაგის რესურსი, რომ რამეში გადაიზარდოს. ის რომ ბევრი ხალხი მივიდა, ის რომ ეს ბევრი ხალხი არის საზოგადოებაში უკმაყოფილო და საპროტესტო მუხტის მატარებელი, არ ამგონია რომ განსაკუთრებული სიახლე და აღმოჩენა იყო და მაინც და მაინც 4 ოქტომბერს ეს მშვიდობიანი დამხობის დაანონსება ყოფილიყო ამის სადემონსტრაციო საჭირო. არ ამგონია, უმაგისოთად შეიძლებოდა. აი ხო გეუბნები, მე ამ ჩემს ვერსიას რომ აი ბოიკოტი
ბოიკოტი რომ თვალსაჩინო ყოფილიყო, უფრო შთამბეჭდავი ყოფილიყო, საჭირო იყო რაღაც აი შენ ამბობდი რომ ბოიკოტი არ არის ეგრე რომ სახში ზიხარ და რაღაც მე რომ ამბობდი ისინი ამბობდნენ გავიმეორე სამიკითხოს მართლა არიარეს, მაგრამ აი რაღაც პარალელური პროცესი გააჩინეს და მე აი მადაჭამაში მოდისო ვიღაც ისეთი ტიპები ჩაერთვე. აი ხო, არ შემიძლია არ გავიხსენო იქ შტატებში წასული ეს გდდ-ს მაღალჩინოს არის ეს აიშმელაშვილი, რომელიც ასევე ხშირად ერთვებოდა მე იმანაც განმარტა რომ მე უბრალოდ მხარდაჭერი ვიყავი და არ ვიყავი ორგანიზატორი, მაგრამ შტაბ-ბეჭდილება ჩვეულებრივ მაყურებელს, ნეიტრალურ მაყურებელს, შექმნილი ვითარებით უკმაყოფილო იმას მაყურებელს რჩებოდა შტაბ-ბეჭდილება რომ იმდენად სოლიდური ძალები არიან ჩართული, თან იქიდან ხო იქნებოდა კიდე ხაბეიშვილის ეს პერიოდული პრესკონფერენციები, სადაც წინსწრებით აანონსებდა და ვიღაცას დაიჭერენ, ვიღაცას ესელოდება ხელისუფლების წარმომადგენელს და რომ ინფორმატორები ყავს იქ მაღალჩინოსნებში, სუში, პოლიციაში და ასე შემდეგ. ქმნიდა შტაბ-ბეჭდილებას რომ იმდინარეობს რაღაც სერიოზული პროცესი, რომელსაც ჩვეულებრივი მოკვდავები ვერ ვხედავთ. და აი ამ ტიპებმა იციან და ისინიც ამ თავიანთი ეს მრავალმნიშვნელოვანი დუმილით, ღიმილით და ასე შემდეგ შექმნეს ეს მოლოდინი და ბევრმა დაიჭირა. მე არანაირად ტალახს არ ვესვრი და თვალს არ ვთხრი, მაგრამ დაჭერილები არიან და ძალიან დიდი ისა აქვთ ვადები ექნებათ მოსახდელი. ყოველ შემთხვევაში, ბრალდებები რაც არის ძალიან დიდი. არის როგორ წარიმართება საზოგადოებრივი ადვოკატები რაც იზავენ ჩვენი მართლობის სასამართლო წინ არის, მაგრამ ხო, მაგრამ ემუქრებათ ძალიან მაღალი სასჯელი და არ არის ახლა კარგი საქციელი სიტყვაზე ცუდ მდგომარეობაში დამარცხებული კაცისთვის კიდე ციხლის ყრა, მაგრამ ანალიზის ციხლის ყრა და არის მოფერება, ვამბობ, მე მგონია რომ ძალიან თან არა ბიზნეს გამიგია რომ ახლა არ არის ამ ლაპარაკების დრო და ახლა არის მაგიტო ცადე და თუ რაღაცა გადაუხვია გვერდზე მითხარით და ისევ გადმოდგამ ფეხსაგად მე მგონია ძირედ რაც იყო და რაც ადამიანს შეკითხვა ქონდა იმას ვიხსენებთ და არ იმაზე მეც არ ვიჩემებთ რაც ჩვენ თვალით არ ვნახეთ და იქვე შეკითხვა არ გაგვიჩნდა. იმიტომ რომ მე მაშინვე ერთი პრობლემა რაც ჩანს ხოლმე რომ ბევრი ანალიზი რო დაიდო, ანალიზის შედეგი რო კითხულობ ვინ არის ადამიანი რომ მხარეს წარმოადგენს, წინასწარიცი ბოლო როგორი იქნება, იმიტომ რომ არც ერთი არ იყო რომ აი აზრი შევიცვალე და ახლა რაღაც სხვა მგონია ვიდრე მანამდე იყო. ან როგორც წესი ყველა სრულიად გულწრფელად თუ რაც აი დაალაგებს რატო არის მისი მხარე მართალი ამ ყველაფერში რაც მოხდა. ეგრე არ არის? კი, ეგრეა. ხო, აი მე ისევ იმას რო დაუბრუნდე, ხო, არ ვიცი. ეს ბუნებრივია, როდესაც დაანონსებული გაქვს მთელი წლის განმავლობაში რაღაც თარიღი გაქვს გამოცხადებული და პროცესს ამზადებ, ხო? იქით ამ მხრიდან ვინც არის თავისი რესურსებით აწყობილი სისტემები და ასე გულხელდაკრეფილი ხო არ იქნებიან რაღაცნაირად ხო უნდა იფ გაოცებულები რო ყვებისა ამბობენ ღალატზე რომ ლაპარაკობენ გაოცებულები ხო რაღაცას ესე გულხელდაკრეფილი ხო არ იჯდებოდა სისტემა აი როგდის დამამხობ მშვიდობიანად სულ ცოტა იმას მაინც შეეცდება რომ მშვიდობიანად ესე არ დაემხოს ხო სისტემა თავს იცავს ისიც არის თარო თქვათ კობახიძემ თქვა რომ თავიდან აპირებდნენ ისინი რომ საკრებულოში შეჭრილიყვნენ შემდეგ გეგმა შეიცვალა ჩვენ ვიყავით ვიცოდით ამის შესახებ ყველაფერი მე გეგმა შეიცვალა რომ პრეზიდენტის სასახლეში ანუ ისე ამბობ ხო მესმის მეორე მხარეს არავის არ უარყვია რომ არავის სულელებს ამბობს აბსოლუტურად გამოგონებაა და ტყუილიაო არ ვიცი მე აქედან უყურებ მაგრამ აბა ის ხუთი კაცი დაჭერილია და ვიღა იტყვის ახლა ხო მაგრამ ხო არც ხო და ანუ არ ვიცი ან ამათვის რატო უნდა ყოფილიყო კი შენ ამბობ რომ მშვიდობიანად დაგამხობ მაგრამ ხო ხვდები რომ იქიდან არ ელოდებიან ამას რომ შენ მშვიდობიანად დაამხობ და ის იმათ სერიოზული სამზადისი აქვს აი ახლა რა სტრატეგოსობაა საჭირო ნიკო თავისუფლების მოედანზე რომ შეიკრიბება 100,000 ადამიანი და წინა დღე მთელი ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლებას ესმის სისტემას ესმის რომ მას უპირებენ დამხობას ხო რა ინსტიტუტებია გარშემო ხო საკრებულოა, პარლამენტია, თავრობის კანცელარია, პრეზიდენტის სასახლეა და პარტიის ოფისი აღარ არის შორს გადაიტანეს, ხო ახლა. და ეს ივანიშვილის ისა, ძალაუფლების ცენტრი, ეს ბიზნეს ცენტრი, ხო? აი ახლა სუსის უფროსია, პოლიციის უფროსია და მას აქვს დავალება, რომ რაღაც აი ეს ხალხი შეიკრიბა და ამას აპირებენ, დამხობას აპირებენ, რაღაც უნდა ვიღონოთ. რას იტყვის, რომ რაც შეიძლება შორს დანში მეწავალ ის შინაგან საქმეთა მინისტრი ვარკეთილში საწავლე ამ ობიექტებთან წავლე ბუნებრივია
ხო და აი მოულოდნელი სულაც არ უნდა ყოფილიყო. ხო და უყურე შენ რომ მეუბნები მე მშვიდობიანად უნდა დაგამხო ხო? მე მზად ვარ რომ მშვიდობიანად დამამხო, მე ვეცდები რომ ეს დამხობა თუ მოხდა მშვიდობიანი არ იყოს. ესეც არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი, ხო? რომ ვიღაც ტიპები ძალას გამოიყენებდნენ. ხო? ანუ კიდევ ერთხელ ამდენი ვატრიალეთის მშვიდობიანი დამხობა თითქოს აზრი იყო სამორწინადადებაში ორივე ერთ. ანუ მე არ ვიცი რა მშვიდობიანი დამხობა. ანუ წარმომიდგენია რომ რაღაც ვარდების რევოლუციისებრი რაღაცა რომ ხალხის მასამ იხულა სადღაც შევიდა ძალადობას ადგილი არ ქონია, მაგრამ დამხობას ადგილი ჰქონდა, იმიტომ რომ შეიცვალა რაღაცა. მაგრამ იმის მოლოდინი რომ სადღაცა შეჭრას გადაწყვეტდა, ყველა გაიწევა იქ რატო უნდა ქონოდა რამდენი ხანია პროტესტი მიდის და რამდენი დაპირისპირება იყო და რამდენი თავი გაუჩეჩქვეს იქა და საიდან ვის შეიძლებოდა იფიქრა რომ ესე შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ვარდების რევოლუცია კარგი გამახსენე. ვარდების რევოლუციიდან რაც საზოგადოებამ უნდა დაიტოვოს, არის მხოლოდ ღირებულებები, რის გამოც მოხდა ეს რა იდეალებიზეც მოხდა ვარდების რევოლუცია. მექანიკური მოქმედების დონეზე, აი ალგორითმის დონეზე, ვინ რას აკეთებდა და როგორ აკეთებდა, დასავიწყებელია ეს ამბავი. არ ხდება ესე ისტორიული მოვლენების ესე გამეორება ვიღაცის სურვილით, აი ესე, ხო? და ამის ხშირ ისა პარალელებიც კეთდება და ამის მცდელობებიც არის ხოლმე შიგა და შიგ და იღებს ძალიან კიჩის ხასიათს. აი არჩევ თუ აკვირდები, მაშინ იყო ეს წალენჯიხის მარში, ხო? წალენჯიხიდან რომ დაიძრა ეს ავტობუსი და კოლონა და რო გადაიღეს იქ ჯვრიდან რომ როგორ შემოდის ცხეთაში და რამე. აი რამდენჯერ მინახავს რაღაც მსგავსი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ეგ კოლონაც არ არის და რაღაც აცობიან, რაღაც ჩამორჩენილი ნაკადი მოდის და ეს აი ის ანალოგიები არ მუშაობს რა. აი ხო როგორ არის ეს რო ისტორია მეორდება მე ფარსად ხო და დავანებოთ საერთოდ ეს რევოლუციის ფორმულა ზოგადად ხო სიტყვაზე რომელიც წლების წინ ითქვა და შეიძლება არაპოპულარულმა ხალხმა თქვეს რომ აი ხდება მაშინ როდესაც ზედას ფენებს არ შეუძლიათ და ქვედა ფენებს არ სურთ ხო არ არის ესე რომ ზედაფენებს არ შეუძლიათ რომ სისტემა მკვდარია და აი ერთი სული შებერვა უნდა და ჩამოიშლება ხო არ არის ესე ხო ანუ აი ესეთი ამბავი არის და რაღაცნაირად ხელოვნურად ამ პროცესს თან მით უმეტეს ესე რაღაცა მოხდება ის ნაპოლეონის თავარია რაღაც პროცესი დაიწყოს და მეორე გამოჩნდება არ ხდება ესე ხო და არის ანუ ძალიან ესეთი მე ვიტყოდი რომ აი რაღაცნაირად უპასუხისმგებლობა არის, იმიტომ რომ ეს დაჭერები ახლა ფორმალური საბაბი მიეცა. იქ ვიღაც ტიპი დგაა შეიძლება იმ გადანგრეულ მესერთან და რაღაც აქტიურ მოქმედებებზე არ არის და არანაირ საფრთხეს არ უქმნის და არც იქ პოლიციელს შეუქმნას და არც სიტყვაზე ობიექტს და ძალაუფლებას და იმის პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას და ხო ხდები სისტემა ახლა ცდილობს რამენაირად მაქსიმალურად დაუნძიმოს, მაგრამ ну ამის საბაბი მიეცათ მოდი ვთქვა. მიეცათ და თან რაღაცა მოდი ასე ვთქვათ, ბოლომდე არა ღიაობის და არ ვიცი, არა გულწრფელობის თუ იქ ხალხი მივიდა, ვისაც რო ეთქვათ, რომ იცი რა შეიძლება ძალადობაში გადაიზარდოს, დარჩებოდა სახლში. ანუ იტყოდა რომ არ მინდა. ბევრი იყო ალბათ ეგეთი. სხვები ვიღაცები შეიძლება რა ფიცლით გამოსულიყვნენ რაღაცა, მაგრამ ის რო თან მშვიდობიანი, თან ისა თან ამას ვიზამთ, თან ბესერს მოვარგრევთ, თან იმას გავაკეთებთ. რა ხო რაღაცა იქ ცეცხლი გაუჩნდა რაღაცა ნაგვის პარკს ციოდა თუ რატო ანუ რა გარდა იმისა რომ ფოტოებზე გამოჩნდეს როგორ იმაშვები იავარ ქმნიან ათონელის ქუჩას რისგულისთვის კაცშულმა არ იცის კი აი ეს რომ აი ის ესეთი დაგეგმილი მე იმას არ გულისხმობ რომ იმას ორგანიზატორების გეგმაზე აი მთლიანად ეს საზოგადოების ნაწილი ვინც ათონელთან ჩავიდა რაღაც გეგმით რო არ მოქმედებდა იქიდანაც ჩანს რომ იქ ბევრი არის შემთხვევითი ტიპი აი ჩვენი კოლეგები დადიან სასამართლო პროცესებზე თუ რაღაც წინა შემთხვევებში არიან აქტივისტები რომელიც ესეთი თავისი იდეოლოგიურად ცნობიერებით სოფხედველობით არიან დაპირისპირებული სისტემასთან ხელისუფლებასთან და მათ გამოსვლებში სიტყვებში და იმას ჩანს ეს რის გამო არიან უკმაყოფილოები რას აკეთებდნენ როგორ აკეთებდნენ როგორ იმართლებენ თავს როგორ ადანაშაულებენ ხელისუფლებას ესეთი ტიპები არ არიან არა არ არიან აი ჩვეულებრივი ადამიანები არიან პირველ დღეს ვერ დაიჭირეს თქვა რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები რამდენიმე მე ზოგი ახლა რაღაც Facebook-ზე წერდნენ ვიცით ვინ არიან და სხვები აი ახლა რიცხვი რო გაიზარდა და მიყავთ ხო აი არის აი ჩვეულებრივი საზოგადოება აი შემთხვევით ტიპები რო ამოიყვანოს საზოგადოებიდან ვიღაცა სოციალურად დაუცველი ვიღაცა ხო აი ვიღაცა
კი, ვიღაცას სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა რო აქვს, რომ ქუჩაში არ უნდა იყოს და ის რომ აი ძალიან სერიოზული მკურნალობა ჭირდება. უბრალოდ ვითარებით უკმაყოფილო, რომ აი ესეთი ამბავი ხდება, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, იმიტომ რომ ჩართავდი ტელევიზორს და სულ ამაზე იყო ლაპარაკი. ხო, რა მე მგონი ხო, არ ვიცი, აქედან ახლა ხო გეუბნები. სათქმელი გქონდათ ხო? ხო, სათქმელი ეს არის და ყველაზე ცუდი რა არის, იცი? აი ხო არის რომ აი გამარჯვებულებს არასამართლებენ და რაღაცა. ახლა ეს ყურე აი რაღაცნაირად ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, აი შეცდომაზე უფრო ის არის ამ ტიპის მართვა. მოდი შეფასებები არ გვინდა, ნუ ეგ ის არის. ხა ეგ თვითონ გაერკვიონ შემდეგ ანალიტიკოსებმა დასვან და დაწერონ, რომ რა არის რა შედეგი მოყვება ამას, რა როგორ არის, ასე შემდეგ, მაგას მოდი ესე გავაკონტროლებ, რომ ეგრე იყოს. მოდი რა. არა, თავიდანვე გაცხადებული მქონდა ჩემი ის, რომ ვცდილობ, რომ ანალიზში არ გადავიდეთ და ფაქტებში დავიწყოთ. ბოიკოტზეც არ გვითქვამს, იქ ბოიკოტი ხო, იქ თვითონ იმ არჩევნებზე ახლა ნიშნის მოგებით ამბობენ ამ არჩევნებში მონაწილე პარტიები, რომ აი 20%-იანი მხარდაჭერი წყალაძე გახდა მერი და ეს თქვენი ბრალია და თქვენ რომ მოსულიყავით არჩევნებზე, იმ პარტიებსაც ამუნათებს, რომ ესეთი შედეგი არ იქნებოდა. უყურე როგორი რაღაცა არის, ჯერ ერთი თავიანთი ამორჩევლები ვერ დაარწმუნეს, ამორჩევლების რაოდენობა რიცხვი თუ გამაანალიზებთ, ხო? რა ხმებსაც იღებდნენ თბილისში და რა ის ელექტორალური ბაზაც ჰქონდათ, ის ვერ მოაგროვეს. ანუ რაღაც მათშია პრობლემა, რომ თავის ამორჩეველი ვერ დაარწმუნეს. ის რომ ახლა შენი კონკურენტი პარტია რაღაც ნარატივს ატარებს და ამორჩეველს არწმუნებს, რომ არ გააკეთოს, ახლა ამის გამო ვერ უსაყვედურებ, იმიტომ რომ ესაა კონკურენცია. ხო, და თან ის რასაც თვითონ ამბობენ, ეს არ არის ესეთი მოულოდნელი შედეგი, ყველა მაგას ამბობდა, რომ ესე იქნება. ეგი არის რა ის. ანუ რა ყველა თუ რამე გამოკითხვა აბა რა იქნებოდა, ანუ ვისრას სამოლოდინი ქონდა. ისეთნაირად წარმოჩინდება, თითქოს რაღაც სურათი გამოავლინეს და აი რაღაც ფაქტი დადეს და აქ რა არის იცი ჩვენი ტიპის აი ამ ეს ქვეყნებში, ხო, სადაც აი არჩევნებს ატარებს პარტია, სადაც სასამართლო ექვემდებარება ხელისუფლების ყველა შტო არა აქვს მნიშვნელობა, როგორ გითხრა. ამ მომენტში, ამ კონკრეტულ არჩევნებში ხელისუფლების წარმომადგენლებს რამდენი ადამიანი დაუჭერს მხარს. აი, რამდენიც ჭირდება, იმდენი დაუჭერს მხარს. აი, ბოიკოტის პირობებში ხო ამდენი ხმა მიიღო. ბოიკოტის პირობები რო არ ყოფილიყო, ვინძლო სხვანაირად ყოფილიყო. იმიტომ რომ ამის გამოცდილება გვაქვს ჩვენ. აი შორტს აგვიყვანს რომ ვილაპარაკო. ხო, ანუ მე ვცდილობ რომ შევჩერდეთ რაც ვიცით რომ მოხდა იმის აღწერით და არა თქო სხვა შემთხვევაში რა შეიძლება და მომხდარიყო თუმცა ასე რომ ხო არ იყო ძნელი გამოსაცნობი ეს 4 ოქტომბერი როგორ დამთავრდებოდა პარტიების ერთი ნაწილისთვის და მეორე ნაწილისთვისაც მაგრამ ნუ მაინც თლათ ასეთი ის თუ იქნებოდა მე ძლელაც არ მომედგინა მაინც ერთი მინი არის ეგეთი არ ვიცი რომელიღაცა სერიალიდან პატარა ბიჭი ზის დაბადების დღის ქუდი ახურავს ესე და წარწერა არის ქვევით I expected nothing and I am still disappointed ესე ეწერა რომ არაფერს არ ველოდი და მაინც გული ამიცრუვდა კი არა და მაინც disappointed როგორ არის ხო ხო გული გამიცრუვდა მოლოდინი გამიცრუვდა და კარგი მიმია კიდე კომენტარები წავიკითხო იქნება და ხო არის ესეთი მნიშვნელოვანი ნიკო ყველა კომენტარი მნიშვნელოვანია ჩვენთვის წინაზე ვლაპარაკობდით ნახევარი გადაცემა ვილაპარაკეთ რებს ღეჭავდით ხოლმე ხო საღეჭი რეზინები ესეც ცირა არის ყველაფერი ვერ მოყვევით აქ ჩვენ ერთ-ერთმა კომენტატორმა შეგვახსენა თეატოფურიას აქვს მაგაზე გაკეთებული ჩვენ საიტზეც არის ამ საღეჭი რეზინების იმან სკანდალმა კი არა აი ამ საღეჭი რეზინების დეფიციტმა და აი მუნახაობამ რა გამოიწვია რამ ხელმსხვერპლი გამოიწვია ერთ-ერთი ჰოკეის თამაშზე ზედახორა საღეჭი რეზინები რო გადმოხარეს ზედახორა და მთელი უბედურება რომ მოხდა დი გოგელი აქვს წეს რომ ხის ფანჯრებზე რო იყენებდნენ ზამასკა საგოზავი ქვიაო საგოზავი ხო არ მინახავს 40 წელია დამიღეჭია ეგეც და გუდრონის ხანდახან უბრალოდ კითხულობ ესე გიორგი ხვედელიძე მე თანხმება რომ ბაუნტი მარტო შაქარი დარჩა და არა ძველი გემო რო ქონდა ქოქოსის ბეტამეჩეს გონია რომ ორიდანე დამაკ ხოლმე და დაცვას უსრულებ ის რას უსრულებ come on და გიგიც 212 პენსილვანიაში ცხოვრობს და იარაღის ტარების უფლება მოიპოვა ერთი კვირის წინ ჯიგრები ხარ ჩებერეთო
გილოცავა, ანუ არის მოსალოცია თუ არა, ანუ რატო არ უნდა იყოს, მაგრამ შეიძლება ეს მოპოვება ჩააბარე გილოცავს პონჩი. მან ის რთულია მოპოვება და რამე. მე მგონი სტაც გააჩნია და საიდან ხარ ჩასული და რა იმით ახარ საფუთებით. რამდენი ბანკი მოქალაქე თუ ხარ და რამდენი ბანკი გაძარცული და რამდენადაც მე ვიცი ხა მოქალაქე თუ ხარ და ტეხასში გინდა რომ იარაღი გქონდეს დაბრკოლებას არ შეგექმნია. ის ვიდეო ნახე ჩვენებსაც გქონდათ ის პოლიციის პატრულს რო ჭრის ცივი იარაღით. აი არ მინახავს, არ უნდა ეწერა რაც იყო და მე არ უყურებ ხოლმე მე. არ გვაქვს კადრი ჩასული არც არის. ხო, არა. მე რო წერია რომ თქვა და აი დაჭრის კადრი შეიძლება იქ ეწეროს, ვიცი რომ აი გამახსენდება მე სულ დროს და არა ფაქტად მივიღებ. ხო, მანდაც იყო არა პოლიციას მანამდე ყავდა გაჩერებული და შემჩნეული ქონდა და ხო, იცი რა არის? ეს არ არის შემთხვევით და ეს არ ხდება, იცი როგორ გითხრა, იცი ცალკეული შემთხვევები არ არის. მე მქონია აი მაგალითად უბანში არის ჩხუბი ან უბედურება დედისკლა და ვიღაცა გადმოდგება და ყვირის იქიდან რომ აი პატრულში დავრეკე და აი და დაიშალეთ და აქ არა კლავენ ერთმანეთს და პატრული მოდის ძალიან დიდი დაგვიანებით შორიდან სირენით რაღაცა რომ აი და მოვა და აბა რა ხდება და რამე და დაიშ ანუ ესე იგი ჯერ დანაშაული დასრულდება და მერე მოდიან ტიპები თო აი ძალიან ეგეთია. იცი რა არის? აი პატრულის ყველგან ყოფნას ნიკო აქვს პრევენციის ისა რა, ისა ფუნქციაც, რომ დადის და ხვდები რომ აქ არ არის რა ის ადგილი სადაც უნდა იჭხუბო და კაცი უნდა მოხდა. მე არც დავეთანხმე, არც ვარ ყავთ, რომ არ მინახავს, ანუ არ ვიცი, უბრალოდ თქვა ცნობად მივიღე იმას, რასაც ყვებოდა ჯიმი და არც აქაც აი ხშირად შეგხვდება ესეთი აი ან ვირუსულად გავრცელებული ვიდეო ან აქციიდან რომ რაღაც დანაშაული ხდება და თითქოს ესე იგი თითქოს რაღაც ძალები აცდიან ამ დანაშაულის დასრულებას. მერე მიიღებენ ზომებს, დაიჭერენ, ბერც მიუსიან, ნაკლებს ან რაღაცას იზამენ, მაგრამ ნუ ხო შეიძლება ეს კაცი არ მოკლან რა. რა თმინდა იმ კვლელის დაჭერა, რომ კაცი არ უნდა მოკლან რა. ჯობია პრევენციულად დავიჭეროთ, როცა არის საშუალება ამის. და ყველა მუნავაკეთოთ მოსაწონი. მარიამ იაშვილი ისევ ნაძვის კევზე გადმოვდივა რომ კარადიდან გამოვიღეო, ფიჭვის კევს პარში რო იყიდება ვყიდულობ, მაგრამ ნახევარ ფაბრიკაც ნაკლებად სასიამოვნო გემო აქვს, თუმცა სულ არაფერს ჯობს. ვიცოდი რომ ნაძვის გემოს და რაღაცას თავისი ფანობა ყავს. ოღონდ ძალიან სპეციფიკურია, მაგრამ მე არ მესმის, აი რატომ უნდა ვღეჭო საღეჭი რეზინი თუ ის არ იბერება ხმაურიანად არ სკდება. მე ეგეც არ ანუ მე არ უბერავ. არა, მაგრამ მარიამ წერს რომ ბაუნტიო რახან ვახსენეთ რამდენჯერმე ორნაირიაო. ერთო სხვა ფერები აქვს შეფუთვაზე, მეორე სხვაო და ერთიო ნიდერლანდებიდან არისო და მეორე რუსეთიდანო და ნიდერლანდებიდან ჯობიაო. აუ გამიკვირდა. სამცალიანი ბაუნტი 99% რუსულია, ორცალიანებში ეძებაო, ესე მითხრა. რომელიც დიდი მადლობა მარიამ, ალბათ ზებნას არ დავიწყებ, მაგრამ რაღაც მომენტში გამომადგება ეს ინფორმაცია. მეც და სხვასაც ვინც ახლა გვისმენს. ნიკოს იმონიშვილი წერს გამარჯობა როგორ ახერხებთ ამდენი ხანი ამ სისულელეების ლაპარაკს რა გჭირთ ასეთიო. რაზეც Silent Chaos მოპასუხა რომ მაგისთვის ვარ ხალხი აქო ჩვენი მაყურებლები ჭკვიანობებს სხვაგანაც ლაპარაკობენო. რაც ხო რა ვახერხებთ ხანდახან რაღაცნაირად. ყოველთვის არ გამოგდის. ყოველთვის არ გამოგდის. ვალერ ქარჩავა წერს რომ საფრანგეთშიო თქვა ჯაყვა თუ გაქვსო ჩიხოლშიო ჩასადებში უნდა იყოს და კამარზე თვალსაჩინოდო. ისევე როგორც თქვა ამერიკაში უნდა მოვდით რომ ეს არის დაფარულად რომ იარაღი ატაროს სხვა ნებართვა ჭირდება და ღია დრო ატაროს სხვა. ილონ ნიკოლაიშვილი ეს გაბერი ვახსენეთ წინაზე და არასწორად გადმოეცით ისტორიაო გეუბნება, კაი გრძელის არის სტატუსი, მაგრამ წავიკითხავ სტატუსი კი არა და კაცო კომენტარი. ხალხმა იმის გამო კი არ შეიყვარა რომ უბრალოდ ფოტოებს იღებდა და უცხოელი, არამედ იმიტომ რომ თვითონაც აფიქსირებდა საკუთარ პოლიტიკურ აზრებს. ეგრე არ ყოფილა როგორც ნიკო ამბობს რომ უცხოელს რატომ უნდა მოთხოვოთ ვინმეს მხარეს ყოფნა, არავის მოუთხოვია, თვითონ წერდა სტატუსებს, თვითონ დასცინოდა ხელისუფლებას და სიყვარულს უხსნიდა პროტესტის ხალხს. ამიტომ შეიყვარა ხალხმა და ამის გამო უხდიდა მადლობასო, ზუსტად იმიტომ რომ არ ევალებოდა, მაგრამ მაინც გამოხატავდა პოზიციასო. და ამ ყველაფრის მერეო რომ არასწორ მხარეს გადადგაო ნაბიჯიო, რატომ არ უნდა შეეფასებინა ადამიანებს მისიას სამართლმორე ტრანსფორმაცია შესაბამისად. ანუ ცოტა ჩვენ ცოტა გაბერილია ეს გაბერის ფენომენი. კამაგას
კაცს მე წერს რომ ნიკოსავით სვამ ყავასო, კარგი გემოვნება გქონია ნიკო, უფრო მწარე ყავა თუ გყავს, უფრო სამხრეთ ამერიკულები მოგეწონება წესით. კოლუმბია, ბრაზილია, ვიდრე აფრიკულებია. რო გითხარ ხა ეგრე ამჩნევ თქო, არა, მაგრამ რო სინჯამ ხოლმე ხვდები რაც არის. შენ YouTube-ს ამბობ თუ YouTube-ს, იმიტომ რომ ჯუბო-ჯუბა არის ჩასაფრებული, რომ როგორ ვიტყვი, მე უნდა დამიფიქსიროს, რომ მაინც წამოწდა YouTube-ი, არ წამოწდა YouTube-ს ვამბობ ხოლმე საერთოდ. მე ვარ მართალი. რომ წერ ტს წერ. იმიტომ რომ თიტად გადმოდის. YouTube რო იყოს, თუბად გადმოვიდოდა. არავის არ დავდივარ და არ უსწორებ, რომ ქორი, ესე უნდა თქვა, ისე უნდა თქვა. უფროსი ასაკის კაცი ვარ, როგორც ჩამიჯდა ტვინში თავის დროზე, ისე ვიმეორებ. ნიკოს დაეჯერება. არა, არ დამიჯეროთ, არაფერს უბრალოდ ჩემსას. ქორი, ნიკოსი გჯერა? ხო, და აი შეიძლება თქვი თეასაც რომ აქო ლუკა ბუჩუკურს უწერია, ეგა რომ კანადაში ჰოკეის ტიპებმა გულშემატკივრებს საღეჭი რეზინი რო ესროლისო და მე რო ჯგლეთა იყო. მე არ ვიცოდი ეგ ამბავი. გიგა დადიანიძე წერს, ქორი წინაზე შენ არ იყავ, ხო? მიკროფონი AI-ს მიაბითო, მიკროფონი შემთხვევით თქვი. ძალიან ვიბრატო და დამახინჯებული ხმა არისო. წინა მე არ შემეწერია. აი შენ რო წერ ხოლმე ხო სულის არის. და ასევე ნესვის გემო რაღაცაზე თქვი კონდეთ ხო და მიჩინიომ გამისწორა რომ ბომბი ბომს ქონდაო. აი ყურე საღეჭი რეზინის გამო დაღუპული ბავშვები ტრაგედია საბჭოთა კავშირში სასიკვდილო ჭყლეტა საღეჭი რეზინის გამო. წაიკითხონ თვითონ სტატიაში, ეგრე ქვია. 50 წლის წინა. ძალიან კარგი. არ არის ახალი, იცი? წლევანდელია 18 მარტი. 25 წელია. ახალი არა. თეასია? და ბოლოს 80 წელს მე. წარეც ხარეც ვახსენეთ და user ამას ვერ გამოვთქვამ რთული სახელი ქვია, წყლარტეც გვაქვსო, რომელიც სავარაუდოდ მწარესთან უფრო ახლოა, ოღონდ უეჭოლოდ ვადაგასულან გაფუჭებულ პროდუქტს დაყვებაო, ძალით მწარე შეგიძლია გააკეთო, მაგრამ ძალით წყლარტე ვერაო. ეს წავიკითხე და ანუ მეთქე ბოლომდე სწორს ამბობს თუ არა, წყლარტე არის თან მწარე და თან მჟავე. ყვახეთ შეიძლება იყოს წყლარტე, ანუ არ არის აუცილებელი რომ ვადაგასული იყოს. ზუსტად სად იწყება ერთი და სად სანერწყვე ჯირკვლები ჩაერთო. იმიტომ რომ წერმოში ხმ რაღაც ზღვანე ბაში წარმოვიდგინე და ხო. ესე იგი პირის გემოს 50 ელფერი დაიდო რა. ის ნიგოზი იყო ძალიან გემრიელი, უბრალოდ კაკალიდან ამოღებული ნიგოზი. სადაური ნიგოზია? ქვემოთ ხილბოსტანის. წეღან ამბობდი რა. კავთისხევის. ვაჟა მოიტანა ესა და ესე მოვიდა და დაარიგა ძალიან ესეთი ერთი ტომარა ნიგოზი მოიტანა. ესეთი კაი კაკალი არ ვიცი, იმიტომ რომ ხელით ადულად გაკდა, ადულად დაიშალა და ადულად შეიჭამა. და აგერ მე და აგერ თქვენ მოწმეები იყავით. ქორი, წავედით? წავედით. როდემდე? შემდეგ ხო ჩაბათამდე.